მოქალაქეები არიან ისინი და ამ საზოგადოების წევრები, ტროლბოტობაზეა საუბარი, რომლებიც აი ასეთ მძიმე თემაზეც რაღაც გაუგებარ ამბებს წერენ, გაუგონარ ამბებს წერენ, ხომ? მეოთხე პოლიტპატიმრის მშობელი გარდაიცვალა, პარალელიც მინდა გთხოვოთ, რა სისტემაში აღმოჩნდით ჩვენ და არ ვიცი 77-იან წლებს რომ იხსენებდნენ, მე ყოველთვის მეგონა რომ ეს რაღაცა ცოტა გაბუქებული იყო და ადამიანურ ზღვარს მიღმა იყო ასეთი ტიპის რეპრესიები და არ თანაგრძნობა საზოგადოების მხრიდან მაშინ. და ერთეულების გმირობა თანაგრძნობის თვალსაზრისით. ამ პარალელებზე მინდა რომ თქვენთან ვისაუბროთ, სად ცხოვრობ დღეს ხალხი უდანაშაულოდ ციხეში, მშობლები ეხოცებათ პანდაბუნდით პოლიტპატიმრს. ხო, მართლაც არაორდინალური. რო გითხრათ რომ ველოდი რომ ესეთი აი ამ ფორმას მიიღებდა ის რაც 2012 წელს დაიწყო, ნამდვილად მძიმეთაც მეწარმო. კი ვიცოდი რომ რაც ხდებოდა დაახლოებით, აი ეს თუ დადრიალდებოდა ახლა რაც ხდება. ის როგორ არის აი რო ვაკეთებდით ჩვენ ოკუპაციის მუზეუმს, მაშინ ფიქრობდით რომ ეს ხო როდის იყო კაცო? წარსული იყო და ეს რო დაუფიქსე ჩემ დაბადებამდე 10 წლით ადრე გარდაიცვალა სტალინი. 10 წელი რა არის, ვერც მივხვდით, ახლა კონცეპტი 13 წელი აქ არის და 10 წლის წინ, ანუ როგორ რას ვამბობ, იცით რომ აი მაგალითად ექვთიმე თაყაიშვილი რო გარდაიცვალა, იქ განსვენებაში მისვლა იყო სანქცია. 48 კაცი იყო თუ არა? ეს იყო რაღაცა 48 ადამიანი. სიამაგეთ მინდა ვთქვა, ჩემი სიმამრი გურამრამიშვილი იყო იქ, თუმცა კიდე იყო რამდენიმე ზურაბ კარგაბაძე და რაღაცები მივიდნენ, სტუდენტები, ვინც მივიდა, ვინც გარისკა და მივიდა. ანუ როგორ რაღაცას ვამბობ, იცით რომ აი ეს შიშს აქ რაღაცა გრანდიოზული ზომის თვალები აქვს სიამბილეში, ხო? ამას უკვე ჩვენ ამას ვხედავთ. რაც ეხა ხდება, ეს არის, რა ვიცი, რა გითხრათ, ხეს ტროლია, ბოტია, ვინ არის, რა არის, რაღაციდან ხო იმართება ეს ყველაფერი. ეს მართვა არის ამ ხელისუფლების ეს სტილი, ეს მანერა არის. ეს ხელისუფლება არის ხელისუფლება, რომელიც დაადასტურა უკვე მთლიან, ამას უკვე წყალიც ერთი წამს ეჭვს არ გვეპარება, რომ ესენი თავის სიძლიერეს დესტრუქციით ამტკიცებენ და არა რაღაცის შექმნით, რაღაცა კონსტრუქციული რაღაცა ქმედებებით. ხო, დესტრუქციაზე დესტრუქციას უმატებენ მთლიანად, ხო? ეს დანარჩენი რაც არის, თქვა, აი ეს დამოკიდებულება, ტროლების იქნება, ბოტების იქნება, არც უშვებ, მე იმასაც კი ვარესაც კი წარმოვიდგინე, არ არიან ტროლები და ბოტები, ესენი არიან ვიცნობ ხალხს. ვინც რაღაც საოცრებებს წერენ. ვიცნობ ამ ხალხს. ეს არ არის გამოგონილი ხალხი, ეს ჩვენი თანამედროვეები არიან, ჩემი თაობა არის, ჩემზე უმცროსები არიან. ამიტომ ეს უდიდესი გამოწვევის წინაშე ვიო. მაგ საპირისპირო ტენდენციაზე უფრო მინდა სიმღერა გითხრათ, რომ აქცენტი გავაკეთოთ. იმიტომ რომ პოლიტიკური პროცესების მიღმა არსებობს ადამიანების სოციალური ცხოვრება. პოლიტიკა განსაზღვრავს დიდწილად ეს ცხოვრება რა კალაპოჩი მიედინება ხოლმე და ამიტომაც არის რომ მასში ჩართულობა მნიშვნელოვნად მიაჩნდა ჯერ კიდევ ძველ ბერძნებს და ვინც არ მონაწილეობდა იდიოტებს უწოდებდნენ. იდიოტი ეს სიტყვა მე მგონი ყველაზე რბილი შეფასება იმ ადამიანების რომელიც დღეს შეიძლება გულგრილად უყურებდნენ იმას რაც ხდება ხო ჩვენ საზოგადოებაში. კიდევ ერთხელ პოლიტიკურ პრეფერენციებზე არ მაქვს აქ ლაპარაკი ხო? როდესაც უზრდელობა უფროსების მიმართ აგდებული დამოკიდებულება, ახალგაზრდების მიმართ ზიზღის თესვა. მე სიმართლე გითხრა, ეს ნამდვილად არ მახსოვს, აი მოყოლებული ჩემი ბავშვობიდან ახალგაზრდების მიმართ, ახალი თაობების მიმართ ყოველთვის წინა თაობებს ჰქონდათ აი ეს მცდელობა, რომ შეიძლება არც ვიმსახურებდით ისეც, მაგრამ რომ აი ეთქვათ, რომ აი საუკეთესო თაობები მოდის, რომ აი თქვენ უნდა აიღოთ ახლა პროპაგანდის სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი მცდელობა, რომ ახალგაზრდები წარმოაჩინონ როგორც, ასე ვთქვათ, ძალიან ცუდი ყოფაქცევის, ცუდი განზრახვების ადამიანები, ხო? მაგრამ ამის პარალელურად ჩვენ ხედავთ, რომ საზოგადოების შიგნით ამის მიუღებლობაა. ზოგი საერთოდ ცდილობს, რომ ამას ან არ უყუროს, ან რაღაცა, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ რაღაცებს უკვე როცა შეესწრებიან, მასზე გამოხატავენ რეაქციებს. ამავე გადაცემაშიც და სხვებშიც ვისაუბრეთ მაგალითად აი სოლოლაკში თაცმინდაზე მომხდარ სიტუაციაზე, ხო? ანუ არის რაღაცა წითელი ხაზები, რომლის მიღმა გასვლაც ამ საზოგადოებას არც სხვებისთვის უპატიებია და ახლაც არ პატიობს. და არც უნდა აპატიოს და ქალბატონმა ჯანამ თქვა დროებაში ჩემს გადაცემაში, რომ ამას რო აპატიებსო და რეაქცია არ ექნებაო, იქ დამთავრდება ადამიანობა და ქართველობაც.
თქვენ რა სიტყვით ამაზე? ამის რესურსი რამდენად არის ჯერ კიდევ ფაქტია რომ არის. მე და თქვენ ბატონ გიორგი ბევრი გულაპარაკი ახალგაზრდებზე და იცით ჩემ დამოკიდებულება ახალგაზრდების მიმართ, ნუ რაღაცა გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. მაქვს მასთან ურთიერთობა, ეს იქნება თქვა მეგობრული, თუ იქნება ეს პედაგოგიური, ცოტა ვამპირული, როცა ახალგაზრდებისგან ძირებ ენერგიას, ბევრს და ვიღებ ძალიან დიდ პოზიტივს, უზარმაზარ პოზიტივს, რომელიც ახლა ეს შეუძლებელია. ანუ რა არშია საქმე, მე მესმის მათი დამოკიდებულება ახალგაზრდების მიმართ აი ესეთი დამოკიდებულება. მესმის იმიტომ რომ არანაირი ფორმულა, არანაირი დაწერილი თქვა სცენარი, თუ არანაირი თქვა ქმედება, რაც რითაც შეიძლება მათ გაანეიტრალონ ესენი არ მოქმედებს იქ სადაც იწერება ეს ყველაფერი. ის სპონტანურობა, ის ყველაფრის საფუძველი გახლავთ აი ეს გულწრფელი ალალი დამოკიდებულება, აი გულწრფელი სიყვარული თავის ქვეყნის. ერთმანეთის მიმართ, რაც თავარი, ჩემთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია ის როგორ უყვართ მათ ერთმანეთი, როგორ ისინი იცავენ ერთმანეთს, როგორ არ იცვლიან ფეხს ერთი ადგილიდან უკვე 200 მერამდე რაღაცა დღე არის ხა, მალე წელი შესრულდება თუ ესე გაძადა ყველაფერი, ხო? ამიტომ ამბობ, რომ ეს კი ძალიან მძიმეა, იცით როგორ არის, საბედნიეროდ ესენი არ აქცევენ ყურადღებას, რაც სოფო მკითხა იმას, რომ აი თქვათ აი ამდენი ნეგატივი მოდის, თქვა სოციალური ქსელებიდან ამდენი ნეგატივი მოდის, თქვა ტროლი იქნება, ბოტი იქნება, რეალური ადამიანი, ისინი ამას არ აქცევენ, ამას ვაქცევთ ყურადღებას ჩემი თაობა, ჩვენ განვისტით ამას, რომ ეს როგორ საცხოვროთ, ვინ არის, იმათ არც უყურებენ ისინი, ამას და არც აინტერესებთ საბედნიეროდ. და ძალიან სწორია ეს, აი სწორედ მათ მიერ აი ამ ხალხის ნიველირებას გამოყავთ ისინი წყობიდან. ისინი არ აქცევენ ამათ ყურადღებას, ისინი პირდაპირ იციან, რომ მათ უნდა დაიცვან ერთმანეთი, მათ უნდა დაიცვან ქვეყანა, მათ უნდა დაიცვან ქალაქი და მათ უნდა გადაარჩინონ ეს ყველაფერი აი იმ უბედურებისგან, რასაც ჩვენი ახსნის გარეშე უკვე თვითონაც თავიანთი წყობიდან და ცხოვრებიდან გამომდინარე ხდებიან. თქვენ არ გაქვთ მოლოდინი, რომ ამავე დროს მათი გადაღლა და გაუცხოება ხდება, თუნდაც პოლიტიკური და საზოგადოებრივი. იცით როგორ არის, ეს ის კი არ არის, რომ მათი ცხოვრების წესი შეიცვალა, ან ისინი მათ შეეცვალა. კი ბატონო, არ გამოიწვევენ აქციოს. კი ბატონო. მათი ცხოვრების არსად იქცა ეს ყველაფერი. ეს არ არის თქო რაღაც კი აიძულეს რომ შეეცვალა ცხოვრების, მაგრამ მათ ისინი სიამოვნებით დაყვნენ აი მას ყველაფერს. ეხლა კიდევ ვიმეორებ, როგორც ადრეც მithქვამს, ეხლაც ვიმეორებ, რომ აი თავარი პასუხისმგებლობა სწორედ ეხლა ამ შემთხვევაში კი ისინი ამას აკეთებენ, ისინი აპროტესტებენ, იბრძვიან, მაგრამ მთელი პასუხისმგებლობა მაინც ძიმე ნაწილი მაინც ჩვენზე გადმოდის და ჩვენ თავაზე. თუ ჩვენ უღალატეთ მათ, კი თითქოს არ გვიკარებენ და ჩვენ თვითონ და ჩვენ გავაკეთებთ და რაღაცა, მაგრამ ელემენტარულად ჩვენ უნდა ვეძგეთ მათ უკან. მათ უნდა იცოდნენ, რომ აი ჩვენ ვართ მათი კედელი და ბოლოს.